წარმატებებს გისურვებთ და იქვე კითხვა უკეთ ცნობილი გახდა რომ 18 ელჩი გამოიცვლება და ამ ელჩებთან სხვა გამოცვალთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი კომენტარი, იმიტომ რომ ადრე ბიზნესმენებშიც გააკეთა მინიშნება რომ თითქოს არსებობდა ერთგვარი რაღაცა გარიგების მაგვარი რომ ელჩებში უნდა გაცვლილიყო დაპატიმრებები, თუ გახსოვთ მისი ეს ფრაზა. მე არ მახსოვს. რომ თითქოს ბოკე ეს ფრაზა ითქვა რომ ბოკერია ითხოვსო რომ თუ გინდათო რომ ელჩები გავანთავისუფლოთ შეწყვიტეთ მაშინ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური დაჭერებიო, ესეთი ფრაზა იყო და ელჩების ნებისმიერ შემთხვევაში შეფასებები მოყვა რომ თითქოს ეს იყო რაღაცა პოლიტიკური შეთანხმების საკანი და კომენტარი მაინტერესებს. არა, არ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. ელჩები გამოიცვალა, იმიტომ რომ გამოიცვალა ხელისუფლება ამ ქვეყანაში და ელჩები უნდა ატარებდნენ ხელისუფლების ხაზს. ბატონი სააკაშვილი რომელიც არაერთხელ დაადასტურა მათ შორის ბოლო დროსაც რომ იმყოფება ოპოზიციაში, ფრიად უცნაურია რომ ოპოზიციის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ ქვეყანას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, ამიტომ გამოცვლა მოხდა კანონზომიერად. რაც შეეხება პოლიტიკურ ამნისტიას, არანაირი კავშირი არ აქვს ამას ამ პროცესთან. შეგახსენებთ რომ 1 წლის წინ დაიწყო ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ მათ შორის თქვენი მონამორჩილი ამ სტუდიაში საუბრობდა ამ თემაზე, ესე რომ ეს არ არის გაცვლის და გარიგების საგანი და არც არასდროს გახდება. ელჩებმა გააკეთეს განცხადება, რომ ანუ ითქვა, რომ თითქოს ეს ელჩები, რომლების გამოწვევაც მოხდა, ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და მუშაობდნენ ნაციონალურ მოძრაობაზე, ამას ელჩები არ ეთანხმებიან. თუ გაქვთ თქვენ რაიმე ფაქტი კონკრეტული, რომელიც ასაბუთებს დავუშვათ მათი მხრიდან მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე მუშაობა. მე არ ვსაუბრობ, რომ ისინი ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთას, ისინი დაინიშნენ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლების და მთავრობის დროს და ბუნებრივია წარმოადგენდნენ იმ კურსს, რომელსაც ატარებდა ქვეყანა. დღეს შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა კურსი და უბრალოდ საჭიროა სხვა ადამიანები რომ ეს კურსი გაატარონ. შეცვლაში რას გულისხმობთ? საგარეო კურსს თუ რამე კიდე სხვას? მე ვსაუბრობ შიდა კურსის ცვლილებაზე, რომელიც აისახა შესაბამისად ჩვენს პოლიტიკაში. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ ამნისტიას, რომლის ინიციატივითაც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ამაზე თქვენი რა აზრი გაქვთ? იმიტომ რომ ვიცი რომ ადრე და შემდეგაც როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, ამას მოყვა გარკვეულწილად უთანხმოება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული ოცნების მომხრე არ არის თანახმა და მიღებელია. უნდა მოხდეს მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამნისტიის. ეს მოთხოვნა გულისხმობს იმ ფაქტის აღიარებას, რომ ამ ქვეყანაში შენდებოდა არა დემოკრატია, არამედ ავტორიტარული რეჟიმი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩილეს მაგალითს, როდესაც პინოჩეტმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტა გზა გაეხსნა დემოკრატიისთვის, მათ ოფიციალურად ითხოვეს ამნისტია და მიიღეს ეს ამნისტია. არავის არ დაუყენებია ეჭქვეშ ეს ამნისტია და დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი, სხვათა შორის ძალიან ფართო ამნისტია იყო ჩილეში. ადამიანთა პოლიტიკური მკვლელობის დამკვეთები და შემსრულებლები, პოლიტიკური გაუპატიურების დამკვეთები და შემსრულებლებიც ამნისტირებული არიან ჩილეში და დღემდე მათ არ ეხებათ მართლმსაჯულება. თუ ნაციონალური მოძრაობა დასვავს საკითხს ასე, რომ დიახ იყო გარკვეული პერიოდი საქართველოს ისტორიისა, როდესაც ისინი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ამბობდა პინოჩეტიც, ახორციელებდნენ ავტორიტარულ რეჟიმს ამ ქვეყანაში, მაშინ ისინი მიიღებენ პოლიტიკურ ამნისტიას. ინიციატივა ქართული ოცნების ლიდერისგან მოდის და ანუ ამას თქვენი აზრით ჭირდება? რა თქმა უნდა, ჩვენი აზრით ამას ჭირდება გარანტიები, რომ ასეთი მოვლენები ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა, ან გარიშწორება, ან შურისძიება. ჩვენი ამოცანა არის მყარი გარანტიის შექმნა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორდება არც ავტორიტარული რეჟიმი და არც დიქტატურა და არც ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები. თუ არ ითხოვენ, რატომ უნდა იყოს? თუ ისინი აცხადებენ, რომ საამნისტიო არაფერი აქვს, ცოტა შორის ჩვეულებრივ ამნისტიასაც მოგვიხსენებთ აქვს ეს წესი. რომ ადამიანს უფლება აქვს უარ ითქვას ამნისტიაზე, თუ მიიჩნევს, რომ მას საამნისტიო არაფერი სჭირს. ამნისტია არ არის გამართლება, ამნისტია არის პასუხისგებლობისგან განთავისუფლება და სასჯელისგან განთავისუფლება და ეხლაც აი ამნისტია რო გამოვა, მე ვიცი რამდენიმე თუნდაც პოლიტპატიმარი, რომელიც უარს აცხადებს, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტიის ნორმა და მოითხოვენ გამამართლებენ განაჩენს. არა, სხვები. ანუ ბატონობა ესენი სწორედ გავიგეთ, თუ ნაციონალები ვაღიარებთ ჩვენ ჩადებულ დანაშაულებს, შეეხებათ ამნისტია. ანუ ამ ფრაზეოლოგიით უნდა იყოს. ვაღიარებთ არა, მოვითხოვთ. არა ლაპარაკი აღებაზე. მათ უნდა დასვან საკითხი პოლიტიკური ამნისტიის შესახებ.
საკითხის ისეთი დასმა, როგორც ვსვავს სააკაშვილი, მიუღებელია. ისინი საკითხავენ ასე, შეცდეს პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მართლმსაჯულების აღსრულება იმ დაგროვილ დანაშაულებზე, რომელზეც რეაგირება არ ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩადენილი იყო ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ლიდერების და მხარდამჭერთა მხრიდან. დღეს ეს დაგროვილი საქმეები გამოძიებაშია და მიმდინარეობს გამოძიება. თუ ისინი დასვავენ საკითხს ამნისტიაზე, მაშინ ამნისტია განხორციელდა. ჩემი პოზიცია ემყარება კანონს და ამნისტიის შესახებ გავრცელებულ პრაქტიკას. ეს არ არის ჩემი პოზიცია, კანონით ასე. პროცედურა როგორ იქნება? ანუ ნაციონალურ მოძრაობამ უნდა დაწეროს კანონის მიხედვით ამნისტია ისეა რომ უნდა აღიაროს დანაშაული, ანუ შესაძლებელია მოხდეს ინიციირება კანონპროექტის ინიციირება უნდა მოხდეს ამნისტია, მოგეხსენებათ კანონია, უნდა მოხდეს ინიციირება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ანუ უმცირესობა უნდა იყოს ამის ინიციატორი, ან ერთობლივი ინიციირება უნდა მოხდეს უმცირესობის და უმრავლესობის მხრიდან. კანონპროექტის ინიციირებაზეა საუბარი. ანუ სინამდვილეში თქვენ ამნისტიის იდეის მომხრე კი არა ხართ, თქვენ სთავაზობთ ნაციონალებს, რომ არ დაიჭირონ ისინი, ამიტომ თვითონ გაუკეთონ ინიციირება საკუთარი თავის გადარჩენას პატიმრობიდან. არა, გიკითხებით უბრალოდ ეს. კი, ასეა. ბატონობა, თქვენ გუშინ პალიტრის ეთერში ისაუბრეთ, რომ თქვენ უკვე გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. რას გულისხმობდით? ანუ ეს არის რაიმე კონკრეტულ საკითხზე თუ ეს არის გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა? ეს არის გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა. თავარ საკითხზე ჩვენი თავარი ინიციატივა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილს გაეზარდოს პარლამენტის დათხოვნის ასე ვთქვათ დროითი ფარგლები და მიიღოს მანის უფლება, რაც ასე სურს, მაგრამ ამის სანაცვლოდ შეეზღუდოს ერთადერთი უფლება, რომ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის ის შემოქმედება, რომელიც მას სურს. აი ამის უფლება არ ექნება, სამაგიეროდ ექნება უფლება ნებისმიერ დღეს დაითხოვოს პარლამენტი. ანუ ამ კონკრეტულ საკითხზეა მხოლოდ შეთანხმება მიღწეული სხვა დანარჩენთან ვინც გულჩერა. დანარჩენ ნებისმიერი საკითხი მეორე ხარისხოვანი ამასთან შედარებით. მე ლოგიკიდან გამოვდივარ, როცა მაქსიმალურ, ასე ვთქვათ, საჭიროების დროს ხდება გაერთიანება 100 კაცის, მაშინ იმაზე ნაკლებ საკითხებზე იქნება ეს 52 მუხლის ამოღება თუ სხვა, მაშინ უფრო ნაკლებ პრობლემას მოგვიყვება. და გვაქვს მეთქი და ახლა როგორ შეგიძლიათ გითხრათ რამდენიმე ადამიანი ვისთან ინფორმაციაზე დარქმებით, რომლის დეტალების გამხილას არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა დახურული ინფორმაცია. არანაირ ზეწოლას არ განიცდიან. ეს არის სამწუხარო ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატები გადაინაცვლებენ ხოლმე მთავრობიდან მთავრობაში. ეს არ მომწონს მე, სხვათა შორის მომხრე ვიყავ ყოველთვის და დღესაც მომხრე ვარ, რომ საარჩევნო ოლქის ფარგლები არ ემთხვეოდეს ადმინისტრაციულ ერთეულს, რომ საზოგადოებას არ ქონდეს განცდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ეს არის მისი გამგებელი და მის ყოფით პრობლემებზე, წყალზე, გზებზე და სხვა რამეზე უნდა იზრუნოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასეა. აქედან გამომდინარე მაჟორიტარი დეპუტატი რომ იყოს წარმატებული, მას უწევს ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებასთან და მთავრობასთან თანამშრომლობა. ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც მაჟორიტარები გადავიდნენ მთელი შემადგენლობით მოქალაქეთა კავშირიდან ნაციონალურ მოძრაობაში, ასე მოხდა ახლაც. ანუ ბატონობა, ისინი გადმოდიან ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში თუ უბრალოდ ტოვებენ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას? მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წელსაც შეიქმნა ფრაქცია მაჟორიტარები, რომლებიც ფორმალურად არ შედიოდნენ უმრავლესობაში, მაგრამ ხარს უჭერდნენ ყველა პრინციპულ მომენტში. მათგან რამდენიმე დღეს აცხადებდა, რომ ანუ ძირითადად შეთანხმება და ძირითადად მხარდაჭერა ამ კუთხით იქნება პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე, მაგალითად. ის საკითხი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მათ არ უხსენებიათ და შესაბამისად ეს ძალიან კარგია, რომ არ უხსენებიათ. კენჭის დღის დროს გამოვლინდება ეკოლა. რამდენიც არ უნდა ჩამეკითხოთ, ვერ მეიღებ დამატებით ინფორმაციას. გეკნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დრო აჩვენებს ამას. იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის პრინციპულია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ანუ ეს არის ინდივიდუალურად მოლაპარაკება. ანუ მეტი პასუხი არ იქნება.
ანუ ეს არის ანუ მეტი პასუხი არ იქნება. და რამდენად სწორი არის ერთ ძალას ჰქონდეს მუდმივად საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ხდებოდა წინა პარლამენტის ეს ხდება ჩვენთან არსებული მახინჯი მაჟორიტარული სისტემის გამო. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ანუ რას რო განგვიმარტოთ უფრო? ამ 2 წუთის წინ გამმარტავდი და ყურადღებით რომ მოგესმინათ აღარ გამომარები. კიდევ ერთხელ რო განგვიმარტოთ. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ. მაჟორიტარი აღიქმება მისი ამორჩეულის მხრიდან, როგორც პრაქტიკულად გამგებელი საკუთარი რაიონისა. მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა მივცეთ რაიონებს არჩევითი, პირდაპირ არჩევითი გამგებელი და მაჟორიტარი უნდა იყოს უბრალოდ დეპუტატი, რომელიც საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობს და არ არის დაკავებული რაიონში კომუნალური პრობლემების მოგვარებით. ჩვენთან თვითმმართველობის დეფიციტი იწვევს გაზრდილ როლს მაჟორიტარისა და ეს ფუნდამენტურად შესაძლებელია. მე ეს არ მომწონს, მაგრამ რეალობა ასეთია. მე ვივარაუდე, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს და მიღებისას მოხდებოდა მაჟორიტართა კორპუსის გადანაცვლება ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების მხარდამჭერად. ეს ასე მოხდა. ბატონ კობა. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ კომისიის შექმნის. პირიქით მიმაჩნია რომ გაჭიანურება, ასე ვთქვათ, გაუმართლებელია. მიმაჩნია რომ არის პოლიტიკური საკითხები, რომელიც იმსახურებს საგამოძიებო კომისიის ფორმას. თუმცა როგორც წესი ის ვისაც ყავს ასე ვთქვათ საპარლამენტო უმრავლესობა არ ქმნის ხოლმე საგამოძიებო კომისიას, ვინაიდან ის აკონტროლებს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა ბერკეტი აქვს საკითხების გამოსაძიებლად. მაგრამ არის რიგი საკითხები, სადაც ჩვენ გვჭირდება რომ უმცირესობაც იყოს ჩართული ამაში. ეს არის ჩვენი გარკვეული ჟესტი უმცირესობის მხრიდან. სამწუხაროდ უმცირესობის მხრიდან ეს ჟესტი სათანადოდ ვერ იქნა შეფასებული და იმის ნაცვლად რომ ასე ვთქვათ დაენახათ ის სიკეთე, რაც უკავშირდება იმას, რომ ნახევარი მაინც უნდა ყოფილიყვნენ ამ კომისიაში, ანუ პრაქტიკულად გადამწყვეტი ხმა ჰქონოდათ, მათ მოითხოვეს კიდევ მეტი. ამიტომ შეფერხდა ეს საკითხი. მაგრამ ქართულ ოცნების პროგრამაში ისედაც ესე ეწერა, რომ საგამოძიებო უმცირესობა უნდა ყოფილიყო კოპიტოლის პროგრამაში წერია და როგორც კი ნაციონალური მოძრაობა რეალურად გადავა ოპოზიციაში და დაკარგავს პრეზიდენტი რომ არ ეყოლება გუბერნატორები და ასე შემდეგ და როდესაც იქნება რეალური საპარლამენტო ოპოზიცია, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც დავსვევ ამ საკითხს. რომ რაც წერია პროგრამაში განხორციელდება. ანუ თქვენთვის ოპოზიციის ცნება ის არის, რომ ხელისუფლებაში არაფერი კოაბიტაცია გამორიცხავს ოპოზიციის ტრადიციულ გაგებას. კოაბიტაცია ხდება ორ ხელისუფლებას შორის. ნაციონალური მოძრაობა არის ხელისუფლების ნაწილში, ეს ფაქტია, ისინი ამას არ უარყოფენ. თუმცა რატომღაც თან ოპოზიციას ეძახიან ხოლმე თავს და მე მოუწოდებ ჩამოყალიბდნენ ვინ არიან და ამის მიხედვით მოვიქცევით. ბატონო კომისიები ხოლმე მას შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, თუნდაც. არა, მანამდე შესაძლებელია, უბრალოდ მანამდე ის სტანდარტი ვერ გავრცელდება, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავდეს აქ თავმჯდომარე და ყავდეს უმრავლესობა იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ კომისია იქნება იმ საქმეების გამოსაძიებლად, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა. თუ უმცირესობა დასვავს დღეს მაგალითად ჩვენი რომელიმე ministris ან მთლიანად თავრობის საქმიანობის გამოძიების საკითხს, მე მხარს დაუჭერო მათი იყოს თავმჯდომარე და უმრავლესობა. ისე საპარლამენტო მუშაობა როგორც გვაჩვენებს, ძირითადად მოქმედ თავრობის საქმეებს იძიებდა ხოლმე საგამოძიებო კომისიები ყოველთვის. ამას უბრალოდ წინამთავრობის შემდეგ დაგროვილია ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გამოუძიებელი დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები. ბატონ კობა, იყო ესეთი ის, რომ პრეზიდენტი უნდა ერჩია პარლამენტს. აი ამასთან დაკავშირებით თუ არის რა? ცნობია ასეთი. რესპუბლიკელებმა დაადასტურეს, რომ ესეთი ის მუშავდება მოსაზრება. მათი უფლებაა, რომ თქვენი აზრი ოპოზიცია როგორ იქნება? თუ ჩვენ გადავართ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, ეს ლოგიკური იქნება. ეს საკონსტიტუციო, დიდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხია, ეს არ არის უახლოესი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მომავლის საკითხი. დიდი მადლობა. კი ბატონო. ანუ ეს ჯერ არ იქნება ცვლილება საპარლამენტო პრეზიდენტობაში მე ჭება რომ ეს სწრაფად იყოს. დღეს მინდა გავადგინო ეს 4 საათზე ბატონ დავიწყდებით პარტიების კანონზე და მე რაღაც ინფორმაცია მივიღე რომ შესაძლოა შობის მერე პირდაპირ რაღაც საგანგებო სხდომა გქონდეს. საგანგებო სესია. ქუთაისში რა თქმა უნდა მოსამაშოები.
დღეს არის იუსტიციის სახლშია შეკრება, ეხება საკითხი პარტიების შესახებ კანონს და დიახ. მე როგორც ხალხის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც კვალიფიციური სუბიექტია, მოწვეულია ამ შეხვედრაზე. მე ამ საკითხზე მეტად მაინტერესებს სესიის საკითხი. არ ვიცი მეთქი გავარკვევ, ამ წუთში არ ვფლობ ამ ინფორმაციას. არაფერი ისეთი, რომელიც პოლიტიკურ ყურადღებას მოითხოვს.